მოგესალმებით ძვირფასო მაძიებლებო, ჩვენი შემდეგი დანიშნულების ობიექტი არის სიმონ ჯანაშიას სახელობის ეროვნული მუზეუმი თბილისი, რუსთაველის 3 ნომერი. ძალიან საინტერესო გამოფენა იმართება სახელწოდებით თუშეთი ქრისტიანობის და წარმართობის გზაგასაყარზე. ეს თემა არის ჩემთვის ძალიან საინტერესო, იმიტომ რომ აქ არის უამრავი ისეთი ნიუანსი, დეტალი, რასაც შემიძლია უწოდო სასწაული, იმიტომ რომ აი ეს წარმართული კულტურა საქართველოს იმდენად დაკარგულია ბარში, რომ თან კიდევ შემოინახა და ესენი გვიყვებიან იმ რაღაცა დამალულ ისტორიას, რაც ჯერ კიდევ ჩვენთვის უცნობია და დაკარგულია დროთა სვლაში და დინებაში. მოკლედ ამ დაკარგული ისტორიის საძიებლად ჩვენ ახლა მივდივართ და რაც დაკარგულია ყველაფერი უნდა აღდგეს. ახლა არის დრო დაფარულის გაცხადების. მოკლედ მომყევით ამ საინტერესო თავგადასავალში. როგორც კი ნახე Facebook-ზე ინფორმაცია იმის თაობაზე, რომ ესეთი გამოფენა გაიხსნა, ძალიან მინდოდა რომ მოვსულიყავი, იმიტომ რომ აი ჩემთვის არის ძალიან საინტერესო წარმართობის და ქრისტიანობის ურთიერთობა ზოგადად. და სად თუ არა მთაში ეგ ჩანს ყველაზე ნათლად, იმიტომ რომ წარმართობა ძალიან დიდი ხანი დარჩა და სინთეზში იყო ყოველთვის ქრისტიანობასთან. მოკლედ ჩვენი დღევანდელი თემა არის ძვირფასო მაყურებლებო, აქაც ხედავთ თუშეთი წარმართობისა და ქრისტიანობის გზაგასაყარზე. მოდი დავიწყოთ ალბათ, თან დავათვალიეროთ და თან მომიყევი აი რას ნიშნავს როგორ შეერწყა თუშეთში ქრისტიანობა და წარმართობა ერთმანეთს. ამ გამოფენაზე არსებული ნივთები ფაქტიურად აი გათხრების შედეგად, რომელიც გასული საუკუნის 70-იან წლებში დაიწყო და ექსპედიციას ხელმძღვანელობდა ქალბატონი რუსუდან დოლაბერიძე, დიდი ნაწილი პირველად არის გამოფენილი აი ამდენი წლის შემდეგ. სხვადასხვა მოსაზრებები არის ისტორიკოსებს შორის. საერთოდ არის ისეთი მოსაზრებებიც, რომ მაგალითად თუშეთის შემთხვევაში კონკრეტულად გვიან შუა საუკუნეებში, აი მე-15-მე-16 საუკუნეში მოხდა იქ გაქრისტიანება. ესე იყო ქრისტიანობა, მაგრამ აი ძალიან ისეთ ფრაგმენტულად ახასიათებენ ისტორიკოსები. თუმცა გათხრების შედეგად აღმოჩნდა მე-9-10 საუკუნის უნიკალური ჯვრები, რა თქმა უნდა ქრისტიანული, გულსაკიდი ჯვრები, ეს იყო სამარხებში მოპოვებული, სამარხების გათხრების შედეგად სახატეებში, დანგრეულ ნაგებობებში და საცხოვრისებში და ფაქტიურად გააბათილა ის თეორია, რომ გვიან შუა საუკუნემდე ქრისტიანობა არ იყო შესული იმ მთაში. აღმოჩენილი არის ესეთი საბრძოლო იარაღი, რომელსაც ხედავთ თქვენ, არის შუბისპირები, ისრისპირები, სატევრები, ხანჯლები, ასევე ბალთები არის აღმოჩენილი, რომელიც არის მართლა უნიკალური და აი საინტერესო იმით არის ზოგადად თუშეთით და მთის კულტურები ამ ხრივ, რომ ხა ჩვენ მაგალითად ამ ტიპის ბალთებს პირობითად აი კახეთის რეგიონი რო ავიღოთ, ხო? სხვაგან ვერსად ვერ ვნახავთ.
ანუ მხოლოდ იქ ადგილობრივი კულტურა არის, ადგილობრივი ასე ვთქვათ, დამზადების ტექნიკა. იქ რკინას ამუშავებდნენ კონდეთ. კი, ცნობილი არის ზოგადად კავკასია, ჩრდილოეთ კავკასიაც და თუშეთიც, ხა მიჯნაზე არის ეს ყველაფერი, მოგეხსენებათ და ცნობილი არის საერთოდ აი ლითონის დამუშავების მაღალი ტექნიკით გამოირჩევა. ანუ ფაქტია, ეხლა ძალიან რთული კომბინაციებია გაკეთებული. კი და თან არის ამაზეც ახლა ორი ვარაუდი, ეს არის შემთხვევით მონაპოვრები პირობითად რაღაც ანუ ნაგებობებში ნაპოვნი და შეიძლება ამ ბალთებსაც გამოიყენებდნენ პირობითად ცხენის შესამკობლად. ცხენის აღკაზმულობის შესამკობლად იყო გამოყენებული. რამე ინფორმაცია გვაქვს, ხო არ ატარებდა რამე სხვა ცოტა ეს რელიგიურ დანიშნულებას. იმიტომ ფორმები იმეორებს რაღაცას. ფორმებიც იმეორებს და ასევე ხდება ჩვენ აი ამ ბალთას თუ დავაკვირდებით, ხდება ანუ სპეციალურად ფორმა შეცვლილი. თითქოს შთაბეჭდილება რჩება იმის, რომ რაღაც გააფუჭეს და შეიძლება არ არის გამორიცხული, რომ შესაწირად იყო გამოყენებული სახატეზე და ამის გამო მოხდა ფორმა შეცვლა, იმიტომ რომ ჩვენ ეს ტრადიციები ვთქვათ იგივე აი სატევრების უფრო პრეისტორიაში გვხვდება, რომ სამარხში პირობითად ატანენ ფორმა შეცვლილ, ანუ გაფუჭებულ იმას, რომ მეორედ აღარ გამოიყენოს და იმის აღარ იყოს გამოყენებული. აი მესმის, რომ ხმალი შეიძლება დაამზადო, ესე დადებდ და ურტყამ და რაღაც ბრტყელი ის უნდა გამოიყვანო, მაგრამ აი ეს ესეთი ხრახნები როა გაკეთებული, ხა? კი ბატონო და აი საინტერესოა, რომ აღნიშნული ეს ნივთები ფაქტიურად ყველა თარიღდება მე-6, მე-7, ნუ მე-8 საუკუნეშიც ითვლება, რომ ხდება მე-8 საუკუნეშიც. ასევე შემდეგ ვიტრინაში წარმოდგენილი არის უკვე ცხენის აკაზმულობა, შესამკობლები, ტყავზე იყო დამაგრებული ეს ორნამენტი და ეს წერტილოვანი ორნამენტი ძალიან განვითარებულია ადრეულ შუა საუკუნეებში. ძალიან არის სხივისებრი ბალთები, შეიძლება მზესთან იყოს რაღაც ასოცირებული და ზოგადად მთაში ახლა აქვს მოსაზრება მეცნიერს, რომ აი ეს მთვარის კულტი იყო ძალიან განვითარებული და სტრაბონის ცნობები გვაქვს, რომ კავკასიაში ძალიან დიდ თაყვანს სცემდნენ მთვარის კულტს. საინტერესო. და მთვარის გიორგი ხო ყავს პრინციპში ეს. კი და შემდეგ ვიტრინებში ჩვენ ნახავთ, რომელსაც აი ქალბატონი რუსტანიც და სხვა მეცნიერებიც მოიაზრებენ, რომ ის ფიგურა შეიძლება იყოს მთვარის კულტთან დაკავშირებული, რასაც ნახავთ. ზოგადად კულტურაში ძალიან ხშირი არის და საინტერესო ზოომორფული ფიგურები, ჭურჭლის თუნდაც აი ყურზე რაღაც ცხვრის ან ჯიხვის გამოსახულებას აკეთებდნენ. შემდეგ ქრისტიანობაში უკვე გაქრისტიანების შემდეგ ბარში მთლიანად საქართველოში ეს ტრადიცია ნელ-ნელა მივიწყებას ეცემა, აღარ გვხვდება, მაგრამ თუშეთში გრძელდება მე-12 ანუ განვითარებულ შუა საუკუნემდე, რაც ჩვენ გვაქვს ეს მონაცემები, აი თქვენ ხედავთ, ყველაფერს არის ზოომორფული ქანდაკებები, ძალიან ასე ვთქვათ, ისეთი ნაკეთობები არის სუფთა და ეს ახლა პეტროგლიფებსაც გავს თუშეთში რო არის პეტროგლიფები კი, თვითონ გამოხატული, კი ბატონო, ქრისტიანობის შემოსვლიდან 1-2 საუკუნე თუ კიდევ ხდება მძლავრად ისეთ წარმართობის გადმოტანილი ტრადიცია, რომ ატანენ ან ნივთებს. მაგრამ შემდეგ უკვე განვითარებულ შუა საუკუნეებში ფაქტიურად სამარხში ჩატანებული ნივთი ჩვენ ძალიან იშვიათად ხდება და ერთეული შემთხვევები გვაქვს. მიუხედავად იმის, ჩვენ მაგალითად გვაქვს ძალიან ბევრი კოლექცია, სადაც სამონასტრო კომპლექსებია გათხრილი და ეკლესია მონასტრების გვერდზე, აი მე-8, მე-9, მე-10 საუკუნის გარშემო გვაქვს სამაროვნები, ანუ სასაფლაოები გათხრილი, თუმცა ამდენი ჯვარი ფაქტიურად არც ერთ სამაროვნიდან არა გვაქვს დადასტურებული და როდესაც გაითხარა, მაგალითად აღმოჩნდა ეს იმ სამარხებში დაახლოებით 15-17 ჯვარია. თუშებისათვის ეს წარმართული სალოცავები ქრისტიანულია. იმათი რწმენით. მართალია, ესე იგი, ღვთისმსახურების ფორმები არის წარმართული და რწმენა ქრისტიანული. ყველა სალოცავი ასია. ყველა სალოცავი თუშისათვის არის ქრისტიანული.
ოღონდ იქ შესრულებული საღვთისმსახურო რიტუალებს არაფერი საერთო არ აქვს, ასე ვთქვათ, ქრისტიანულ ღვთისმსახურების ფორმებთან. თუშეთი ერთ დროს იყო მაცხოვრებელი თეოკრატიული მმართველობის წესით. ესე იგი, ჯვარხატების მორჩილების ფონზე ცხოვრობდა თუშეთი. ყველაზე მთავარი სალოცავი მთელი თუშეთისა არის ლაშარის ჯვარი. მერე სხვადასხვა თემებია პირიქითის ხეობა, გომეწრის ხეობა, ჩაღმის ხეობა და წოვათა. ამ თემებს არ ჰყავდათ ერთი უფროსი. და ჯვარხატებს ხელოსანია, რომელმაც იცის ამ ღვთისმსახურების, ასე ვთქვათ, ტექსტები და ის წარმართავს მთელ ამ დღეობის წესრიგსა და იმას ლოცვას. აი ვთქვათ, ვიტყვი ერთსა ღმერთო დიდებულო, დიდად სახსენებელო, ცისა და ქვეყნის გამჩენო, მთავარის სალოცავებო და მერე ჩამოყვება ამ მთავარის სალოცავს ივანე ნათლისმცემლისაო, სანებავ საქარისაო, გიორგი გომეწრისაო, გმირო კოპალევ კარატისაო, თქვენ გეხეწებიან, თქვენ გევედრებიან, თქვენ ნიმლოცავნი, თქვენ შემოუწირავ საფურის თავი, ცეფის კვერი ხაჯანგიანის სარი, რა ქვია, სამსხვერპლოს საკლავი. თქვენ გაუმეტებავ გულითა ალნითა, გულითა მართლითა, თქვენ მორიგე ღმერთს შესწირიდითა, წყალობა გამოუთხოვიდითა, ავყვალს, ავთვალს, ავხარს მოაშორდიდითა, მთას გაუჭირდეს, მთას დაეხმარნიდითა, ბარს გაუჭირდეს, ბარს დაეხმარნიდითა, ზეკალთა დააფარიდითა, თუ რა სარჯიელ ეხედებოდეს, ან ცითა ჩამოსული, ან ზღვითა გამოსული, ხმელეთზე მორიალეი, გზა უკუღმ გაუბრუნდიდითა, ამათ ამჯობინდითა, ამათ მტრისასა, მტერს მისდევდნენ, მისწვდიდითა, მოსდევდნენ, გამააღწივნიდითა, ნუ ჩამოაგდებთ ამათ სახლყუდროში, მტრის ჭკვასა, სიკვდილის ხმასა, აგრემს იდიდებით და ილოცებით და სწალობდესო დაიძახებს და მერე ეს მთელი გარშემო შემოყრილ მამაკაცთა ჯალი სამჯერ დაიძახებს, სწალობდესო, ეს არის იმ სათემო სალოცავის ძირითადი ხევისბერი არ ქვია, ხელოსანი ქვია, ხელოსნის ტექსტი. ძირითადად უფროს კაცებს არჩევენ, ხოლმე შეარჩევენ და ეს კრებულის თხოვს, რომ აბა შენ იცი, შენ წაუძეხვი იმასო და ჯვარში სალოცავის კარზე მიდის ოჯახების შესაწირავი, ნაკლებად, ესე იგი, სამსამი ხმიადი, ერთი კალტისკვერი, გამხმარი ხაჭა, ხო და ერთი ზედაშე, პატარა ბოთლით სასმელი. იმ სასმელით უნდა თქვას ამ შემწირავის სახვეწარი. ლუდი არის წმინდა სასმელი თუშებისათვის და ეს არის მოხარშული რომელიმე სალოცავის კარზე მისატანად. უწინ ყველა სალოცავს ქონდა თავისი ეს ლუდის მოსახარში ჭურჭელი, ქვაბი, საქვაბეს ეძახდნენ. ესე იგი, ორი სოფელი რომ ერთი სალოცავის ყმა იყო, ამაც ეძახდნენ ქვაბით ზიარები. საზიარო ქვაბი ჰქონდა. და ამ ქვაბით იხარშებოდა ამ იმისთვის განკუთვნილი სასმელი ლუდი. ყველა სალოცავს აქვს ყანა, რომელშიც ქერი ითესება და ამ ქერიდან კეთდება სალუდე მასა და იხარშება ლუდი ამ იმის სახელზე. ხედავთ თიხის ჭურჭელზე ყურებთან არის მიძერწილი ჯიხვის ესეთი გამოსახულებები. და აი ეს დიდი ლანგარიც, რომელიც არის წარმოდგენილი, ხედავთ როგორ არის დიდი, კი, სარიტუალო
ნივთი არის და ხედავთ აი მთლიანი თავი და რქები არის გამოხატული ამ ჭურჭელზე. აი ის შავი ფირფიტა რა არის? ეს არის ბალთა და აი ბალთის შუაშიც, ხვეულების შუაშიც იქაც ხედავთ თქვენ ჯიხვის გამოსახულებას. ეს შეიძლება იყოს ასტრონომიული დანიშნულების ნივთი, რომელზეც ხდებოდა რაღაც იგივე თუნდაც რაღაც დღესასწაულების გადათვლა, სხვადასხვა მოსაზრებები არსებობს. ზოგადად კალენდარივით ის კალენდრის ფუნქციაც შეიძლება ქონდა. თუმცა ამის მოსაზრებები არის მეცნიერებში. ასტრონომიული რუკა ერთგვარი. კი, შეიძლება იყოს. საინტერესო, გამიხარდება ეგრე იყო. მინის დამუშავების ძალიან მაღალ მხატვრულ სტილისტური ტრადიცია ჰქონდათ მთაში. ხედავთ თქვენ ასეთ ფერად მინას გაკეთებულს, ეს არის სამაჯურები მინის წარმოდგენილი და ესეთი აი გრეხილი ორნამენტით წარმოდგენილი სამაჯურები და ძალიან მრავალფეროვნება არის ამ ნივთიერი კულტურის. აი ეხა ამ ხელმა ძალიან მიიქცია ყურადღება აი პეტროგლიფები ვახსენე და სხვათა შორის პეტროგლიფებშიც ძალიან ხშირად არის გამოყენებული ხელები, უბრალოდ მტევნები რა. ზოგ შემთხვევაში აღნიშნავს ღმერთის წყალობას, ზოგ შემთხვევაში არის ბარაქის და წარმატების ხელი. და აქ შეიძლება ორივე ერთადაც იყოს. როდესაც ჩვენ საუბრობთ ქრისტიანობის და წარმართული ტრადიციის გაგრძელებას, აი ეთნოგრაფიულ ყოფაშიც უკვე გვიან შუა საუკუნეებში, მე-19-მე-20 საუკუნეებში ეს ტრადიცია მუდმივად გრძელდება. ხედავთ თქვენ, იგივე ეს ჯიხვის რქები არის, ჩვეულებრივ, ყველა თქვათ ფარდაგზე არის და ჯვრები. ანუ ეს ორი წარმართული ქრისტიანული ტრადიციები ერწყმის ერთმანეთს გვიან შუა საუკუნეებამდე. აი ეს არის ძალიან საინტერესო ჩემთვის ამასთან დაკავშირებით მაქვს შეკითხვები. ადამიანის თავის ფიგურა, ჯაჭვი ჯალამბარი, საჭედურიანი რკინა, წარმართული ღვთაებისადმი სიმბოლურად შესაწირი, მსხვერპლი ადამიანის შესაბოჭი. კავკასიაში არის ასეთი ცნობები ისტორიკოსების მხრივ, რომ ხდებოდა მსხვერპლშეწირვა ანტიკურ სამყაროშიც თუნდაც და თითქოს აი ეს ტრადიციაც გრძელდება სიმბოლურად. ხა ეს არის ჯაჭვი, რომელიც რა თქმა უნდა ეს გვიანი შუა საუკუნეები არის დაახლოებით მე-18 საუკუნის არის, ოღონდ სახატეზე არის ნაპოვნი გათხრების შედეგად და თითქოს სიმბოლურად გამოსახავდნენ აი მსხვერპლშეწირვის ტრადიციას, იმიტომ რომ იქვე არის მახვილი ნაპოვნი და აი ხატისადმი აი ტრადიციას სიმბოლურად აღდგენა ხდებოდა ამ ტრადიციის, იმიტომ რომ თითქოს არის ცნობები თქვათ სტრაბონის, რომ აი ადამიანებსაც წირავდნენ წარმართულ ღმერთებს. ხედავთ ეს არის ყელზე დასამაგრებელი ჯაჭვი და აი ესენიც არის სახატე უღლებს ვეძახით. ხედავთ თქვენ, ეს არის ყელზე დასამაგრებელი უღელი. ჩვეულებრივ არის ბავშვებისაც, რომელსაც ყმად წირავდნენ ხატს. წირავდნენ ნიშნავს, რომ კლავდნენ? არა, უდგებოდნენ იმ ხატის მსახურები ხდებოდნენ და ეს იყო ნიშანი ეგრეთ წოდებული ეს გამოსახულებები და როდესაც საუბრობთ ჩვენ აი ქალბატონ თვითონ რუსუდან დოლაბერიძეც აქვს მოსაზრება, რომ აი ეს ადამიანის ფიგურა, რომელიც კულტურულ ფენაში, ანუ არქეოლოგიურ გათხრების შედეგად დაფიქსირდა მე-7-მე-8 საუკუნის ფენაში დიდი ალბათობით წარმოადგენს მთვარის ღვთაებას. და აი გვერდიდან რო შევხედავთ ჩვენ თითქოს ნახევარ მთვარის სიმბოლურ გამოსახულებასაც ყოფს წინიდან, როდესაც ვუცქერთ, პირდაპირ ჩანს, რომ მთლიანი მთვარე არის, სავსე მთვარე ასე ვთქვა და გვერდიდან ნახევარ მთვარეს და არ არის გამორიცხული, რომ ზუსტად აი ეს სიმბოლურად ესეთი ღვთაების ქანდაკებაც ჰქონდა. რამე ცნობები გვაქვს, რა ღვთაებები იყვნენ ამ ღვთაებების სახელები თუ ვიცით? ეს ცნობები არა გვაქვს. რაც გვაქვს ჩვენ, ეს იყო მთვარის ღვთაებაზე, რომელზეც სტრაბონიც საუბრობს და ზუსტად აი სტრაბონის თქმით, აი თვითონ კახეთის ტერიტორიაზე დაახლოებით აი თელავი ახმეტა, აი ამ ტერიტორიაზე იყო მთვარის უდიდესი ტაძარი, რომელიც მთელი კავკასიის ხალხი იყრიდა იქ ადგილს. ახლა რამდენად ამისი დადასტურება ჯერჯერობით არქეოლოგიურად
არ ხდება. ესე იგი კოლხეთი იყო მზე უფრო? კი, და აი აქეთ უფრო მთვარე. აქეთ უფრო მთვარე. იყო კარგად გაგვინაწილებია. აქეთ მზე, იქით მთვარე, უკან კიდე ვარსკვლავები კავკასიონის ქედზე შეგვიძლია ვთქვა. მზის კულტი უფრო დიდია ვიდრე მთვარისა, თუმცა ჩანაწერებში და ასე ვთქვათ რელიგიურ ლიტერატურაში რატომღაც მიჩნეულია რომ მთვარის კულტი არის თუშეთში, მაგრამ ფაქტიურად არის მზის კულტი. მზებუდობა არის აი მზის დგომის პერიოდი, ყველაზე მოკლე დღე, ყველაზე გრძელი ღამე. აი ის დღე არის, როდესაც მზე საზაფხულო იმიდან რა ქვია საზამთრო პერიოდიდან გადადის საზაფხულო პერიოდისაკენ და აქედან იწყება დღის თანდათანობით მომატება და აი ამ პერიოდისათვის თუშების ყველა ოჯახი იხდის ასე ვთქვათ ამ მზის სადიდებელს, სამადლობელს, მაჭკატაობას ეძახიან. მაჭკატი იცით არა? კი. მოიხარშე ის გამოცხება ეს მაჭკატები, დაილოცება ზედაშე და აქედან იწყება უკვე მზის, ასე ვთქვათ, გახანგრძლივების პერიოდი. რამე ცნობა გვაქვს, აი როგორ მოხდა თვითონ კოაბიტაცია? წარმართობის და ქრისტიანობის იყო რამე დაპირისპირებები ან არის? თუშეთის შემთხვევაში არ გვაქვს, ჩვენ კი ვიცით გორგასლის ერთი ცნობა, რაც გვაქვს ეგ არის, რომ აი მთისკენ მოუხდა უფრო ცოტა მკაცრად მოპყრობა მთის ხალხისთვის, რომ მიეღოთ ქრისტიანობა. מחვილიც კი აღიმართა. ცეცხლითა და מחვილით შევიდა. ეს არის ერთადერთი ფოტო უნიკალური და ხედავთ ხელებს თქვენ, ეს არის ნამდვილი, ანუ ადამიანების მოჭრილი ხელები, რომელიც კოშკზე იყო აჭედილი და ეს არის მე-19 საუკუნის ერმაკოვის მიერ გადაღებული ფოტო არის შემონახული. ცხოვრობდა რამდენი კაცი ყავს მოკლული? 1 2 3 4 5 6 7 კაცი ყავს მოკლული. ეს არის ერთადერთი ფოტო, სადაც ეს ფიქსირდება. თან ეს არის გადაღებული მე-19 საუკუნის ბოლოს მე-20 საუკუნის, ფაქტიურად 1 საუკუნის უკანდელი. აი წარმოდგენილი არის საველე იმდროინდელი ქალბატონი რუსტან დოლაბერიძის ნივთები თუ რა ნივთებით მუშაობდა, საველე დღიური არის, აი ნივთების რაც წარმოდგენილი არის პუბლიკაციისთვის გამზადებული ჩანახატები, გრაფიკული, დაკვადრატებული ველი, როგორ ხდებოდა დაკვადრატება და ეს სადითხრებოდა, ტოპოგეგმების გაკეთება ხდებოდა. ესეც არის იმდროინდელი თვითმფრინავიდან გადაღებული სურათები და მერე არის შეერთებული ესე. აი აქეთ წარმოდგენილი არის არქიტექტურული ჩანახატების, სახატეების გეგმები, ჭრილები თუ როგორ იყო ომალოში ეს ყველაფერი წარმოდგენილი. ეს ჩანახატები ძირითადად არის გაკეთებული მე-20 საუკუნის 50-იან 60-იან წლებში. საინტერესო არის სიტყვა ხატი. ხო, ჩვენ ახლა როგორც ქრისტიანული ხატი ეგრე ვიცით, მაგრამ ეს სიტყვა ალბათ ქრისტიანობამდე უნდა ყოფილიყო აქ, რადგან ხატი ერქვა ამ ადგილს, ხო? კი, ნახეთ, ისედაც ხა ეს არის მაგალითად, ქვია მარიამ წმინდას ხატი, ხო? ახლა ბარში მაგალითად იშვიათად ხვდებით ჩვენ ასეთ რაღაც შემოკლებულ ცოტა სხვანაირ სახელებს, ხო? ღვთისმშობელი მარიამის სახელობის პირობითად ეკლესია და რაღაც მარიამ წმინდა ქვია რაღაც სხვანაირ. ანუ სხვანაირ ადგილობრივი კულტურის ის არის ესეც. უფრო უშუალო სახელია, ხო, რაც არა კანონიკური მაინც და მაინც. მე მომწონს ეგეთი სახელები, რა. საინტერესოა მაგხრივ. და ძალიან მომწონს ახლა ცოტა ლირიული გადახვევა ქუთაისში არის ეკლესია მწვანე ყვავილა ქვია. ძალიან ლამაზი სახელი. და აი აქაც სახატე არის წარმოდგენილი იგივე ცხოველების ქებით, სადაც ხდება შეწირვა.
ხო არ გაქვთ ინფორმაცია, აი რა სალოცავები იყო იმ პერიოდში უფრო პოპულარული თუშეთში და რომელ ღვთაებებს ცემდნენ თაყვანს, აი უკვე ქრისტიანობის დროს. არა, ესეც წმინდა გიორგია, აქაც ყველაზე მთისთვის აი ლაშარის წმინდა გიორგი ყველა შემთხვევაში გვხდება ჩანაწერებშიც თუნდაც წმინდა გიორგის ასე ვთქვათ მიმართ დიდი თაყვანისცემა, პატივისცემა და უფრო ასოცირდება წმინდა გიორგი და ჩვენ არ დაგვავიწყდეს ახლა ივანე ჯავახიშვილის მოსაზრებაც ზუსტად რომ თვარის კულტი ქართველებმა მას აქვს ესეთი მოსაზრება თვარის კულტი ქართველებმა გაიგივეს იგივე წმინდა გიორგისთან. ივანეს მოსაზრება არის რომ ის ეკლესიაც მე-6-მე-7 საუკუნის ქრისტიანული ეკლესია აშენდა თვარის ღვთაებაზე აგებულ სალოცავს და შემდეგ უკვე ქრისტიანობა როდესაც შემოდის ანგრევენ წარმართულ ტაძრებს და მის ადგილას აშენებენ სხვა ქრისტიანულ ტაძრებს. აქედან გამომდინარე, აი ბევრი ისტორიკოსს აქვს, რომ ქართველების ზოგადად თისაც და ბარისაც აი წმინდა გიორგის მიმართ აქვთ უფრო გამორჩეული დამოკიდებულება. თუშეთის ჯვარი არის ერთი პატარა ყორე, რომელსაც აქვს შუკუმას ეძახიან გარკვეული თაროსავით სანთლების დასანთები ადგილი. თუშეთში ღვთაებრივ ადგილებში ეკლესიები არ იყო. ზოგჯერ ხდებოდა ხოლმე რაღაცა ცეცხლის გირკალს ეძახდნენ და ეს მოსახლეობა დაინახავდა რომ აი ამ ადგილზე ჩამოეშვა ცეცხლის გირკალი. და აი ეს ცეცხლის გირკალი სადაც დაეშვა, იქ ხდებოდა ამ სალოცავის ყურის აშენება. 4 პერიოდი არის თუშებისა ამ ჯვარხატებისათვისა და სალოცავებისთვის და ზეიმებისთვის განკუთვნილი. ეს არის ჩასმული შრომითი საქმიანობის ეპოქასა პერიოდსა და პერიოდ შორის. თქვათ მთელი სამეურნეო, ასე ვთქვათ, ანგარიში თავდება ხოლმე გიორგობის დღეს, გიორგობისთვის. ასე რომ ძირითადი ეტაპი, ასე ვთქვათ, თუშეთის ერთწლიანი სამეურნეო ყოფა ცხოვრებისა არის გიორგობა. აი ამ გიორგობაზე ხდება, ასე ვთქვათ, შეჯამება თუშეთის ერთწლიანი, ასე ვთქვათ, იმისა ყოფა ცხოვრებისა. თუშების რწმენით გიორგი არის 63 წმინდა გიორგი. ასე ამბობენ. ხო და ეს გიორგები სხვადასხვა კუთხეში, ასე ვთქვათ, არის იმათი საბრძანებელი. ასე რომ ყველაზე მრავალრიცხოვანი წმინდანები არის გიორგი, ოღონდ ერთი გიორგი კი არა, გიორგიები, გიორგობები. თქვათ გიორგი ლაშარისა, გიორგი გომეწრისა, გიორგი ქუმელაურთისა და გიორგი ამისა. ჩემი სოფლის სალოცავი არის კარატის ჯვარი, ჯვარის კრობას ეძახიან. ხო და ამ კარატის ჯვარს ჰქონდა თავისი ყანა ბუხურთაში და შენობები, სადაც უნდა მოხარშულიყო ლუდი, დაყენებულიყო ლუდი და დალოცულიყო და ყველაფერი იყო აი ამ კარატის ჯვრის კარზე. იქ იხარშებოდა ქვაბიც, იქ იდგა სალუდე ქვაბი და იქ ილოცებოდა, იქ სრულდებოდა მთელი ეს საღვთისმსახურო რიტუალები. თუმცა რიტუალები იყო წარმართული და არა ქრისტიანული. და თუშებს კი სწამდათ, რომ ეს იმათი კარატის ჯვარი ქრისტიანულია. ქორბეღელა გაგიგონიათ? არა. ეს არის ორსართულიანი ფერხული, რომელიც ტარდება ყველა სალოცავში თითქმის. ეხლა ზოგან შემორჩა, ზოგან არ შემორჩა, მაგრამ უნდა ტარდებოდეს კი. დადგება 5 კაცი მხარი მხარს გადახვეული. ამ 5 კაცს ზედ მხრებზე შეადგება აგრეთვე 5 კაცი მხარი მხარს გადახვეული. შუაში ჩადგება მეციხოვნეს ეძახიან, ეს არის ციხის სიმბოლო. ეს ორსართულიანი ფერხული. ხო და ეს
ამას ქვია ქორბეღელა. აი ამ ქორბეღელამ ტრიალით უნდა იაროს და მივიდეს იმ სალოცავის კარზე, რომლის დღეობაც არის. და აი იქ სამჯერ შემოbrunდებიან კიდევ და მაღლა მდგომებით დაბლა ჩასვლა იშლება ამით. და აი ამას აქვს ტექსტი. იმისა დღესამ დღეობა ვისია, წმიდისი გიორგისია, ჯვარჯვარისკრობა ვისია, კოპალე კარატისია, რომ დაიშლება ქორბეღელა. ეს ქორბეღელაში მდგომები მიდიან იმ ხატის კარზე, რომლის დღეობაც არის და იქ შენაწირი ხო არის იმისა მლოცავისა, სამ-სამი ხმიადი მიაქვთ, ერთი კალტისკვერი მიაქვთ და ზედა შეწეღან როგორც ვთქვით. ის ხმიადები იქ ხორჩება და ეს კალტისკვერებიც იქ არჩება. მე ამას ისვრიან მლოცავისაკენ. ხალხი სადაც არის და ის ხალხი ამ ხმიადებს ეტანება და რწმენა ეგეთია რომ ვინც ბევრ ხმიადს აიღებს, იმას დიდი წყალობა აქვს ამ სალოცავისა. ვინც ამის გარეშე დარჩება ამ სალოცავის წყალობის გარეშე და ამის არის ერთგვარი გასართობი, ასე ვთქვათ. მე თუშების რწმენით, როგორც ჩანს, მიწა არის ნაყოფიერების ღვთაება. და აუცილებელია რომ ამ მიწაზე დედროვანმა მამროვანი უნდა გაათრიოს, რომ იმ მამროვანმა ამ მიწისაგან აიღოს, ასე ვთქვათ, იმის ძალა მამაკაცობისა და შთამომავლობის მომცემი. ამდენად თითქმის არც ერთი სალოცავი არ იყო უწინ, სადაც ეს ქალებისა და კაცების, ასე ვთქვათ, დათრევაობას ეძახდნენ. არ სრულდებოდა. ეს თან გასართობიც იყო და თან რწმენა იმისა, რომ კაცი რომ მიწაზე გაათრიე, ამ მიწამ მას ნაყოფიერების ძალა მისცა. აი დახედავთ კაცს თქვენ, არქეოლოგიური გათხრების შემორჩენილი არის ეს თვითონ ქალბატონი რუსუდან დოლაბერიძე არის წარმოდგენილი, მაშინელი სიმონ ჯანაშიას სახელობის სახელმწიფო მუზეუმის ექსპედიცია იყო და ესეთი იყო პატარა ფრაგმენტი გვაქვს შემონახული, ეს თუში მაშინდელი ბავშვები იყვნენ ჩართულები კვლევებში და ხედავთ აი იმ ბორცვს, რომელზეც გაითხარა, აქ წარმოდგენილი არის სტრატიგრაფიულად და ითხრებოდა ეს. თუმცა ეს რახან ბორცვი იყო, მაინც რაღაც უფრო დაზიანებული იყო ეს კულტურული ფენები, მეტნაკლებად ასევე ჩანს აი ეს ტაძარი, რომელიც ერთადერთი არის შემონახული, ეს ჩამწვარი ნაგებობები არის გამოსახული ფოტოზე, რომელიც ალბათ ხანძარი მოხდა და სხვადასხვა ტიპის საცხოვრისები არის. მეტი კითხვა დამიტოვა ეხლა საუბარმა, ვიდრე პასუხი სიმართლე რო გითხრათ და ალბათ მეცნიერებიც ესე ხართ, მკვლევარებიც ესე ხართ და დიდი იმედი მაქვს, რომ ამ კითხვებს ნელ-ნელა პასუხებს გავცემთ, იმიტომ რომ მე ვფიქრობ, რომ ზოგადად აი ისეთ რთულ პერიოდში ხარ, რასაც ალბათ მთელი პლანეტაც გადის და საქართველოც გადის და საქართველო არის თითქოს რაღაც ახალი იდენტობის ძიებაში, ეს ძველი საბჭოთა კავშირის დრო შექმნილი იდენტობა ჩამოიშალა და ეხლა უფრო და უფრო სიღრმეში ვეძებთ ჩვენ ფესვებს, ჩვენ კულტურას და ძალიან მნიშვნელოვანია, რომ აი ამ სიღრმეში ჩავიდეთ და ამ ახალი იდენტობა გაძლევს შენი თავის სხვანაირად დანახვის საშუალებას და ამან შეიძლება შენი ფუნქცია გაპოვნინოს, შენი როლი გაპოვნინოს, შენი მისია გაპოვნინოს და ეს პოვნა კიდე იმიტომ არის მნიშვნელოვანი, რომ უბრალოდ სასიცოცხლო ენერგიას გაძლევს, სასიცოცხლო ძალას გაძლევს, ენთუზიაზმს გაძლევს და იცი მოკლედ რა უნდა აკეთო და რისთვის ხარ მოვლენილი ამ ქვეყანაზე და ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი, რომ ესეთ არსობრივ და ფილოსოფიურ კითხვებს უფრო სწორად პასუხი გავცეთ ჯერ ალბათ ინდივიდებმა, თითოეულმა ჩვენთაგანმა და მერე უკვე ერმა კოლექტივის დონეზე, კოლექტიურად, რომ რაღაც ამ ცნობიერების განახლება მოხდეს და იმ განახლებულ
პლანეტაზე და დედამიწაზე, რაც გველოდება 21 საუკუნეში ჩვენ შევხვდეთ უკვე განახლებული ცნობიერებით, განახლებული ხედვით. და ეს განახლება არ გულისხმობს მთლიანად რაღაცა სიახლეების შემოტანას სადღაც სხვა ქვეყნებიდან და სხვა სამყაროებიდან. ეს პირველ რიგში გულისხმობს იმ სიძველის ამოღებას და იმ სიძველის განახლებურად წაკითხვას. ამიტომ ჩვენ სიახლეები უნდა ვეძებოთ არა მომავალში, არამედ წარსულშიც მათ შორის. და მადლობა ძალიან დიდი ამ ინიციატივისთვის. მე ვფიქრობ, რომ ეს გამოფენაც ხელშეუწყობს ამ პროცესებს და მოკლედ წარმატებებს გისურვებთ სულით და გულით თქვენთანავართ.